მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია შეეხება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხება საფოსტო გადაზიდვებს. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი მწუხარებით გვინდა აღვნიშნოთ, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ დაახლოებით 40-მდე გადამზიდავს კომპანიას, რომელიც ფუნქციონირებს დღეს საქართველოს ბაზარზე. ამ კომპანიებს შორის არის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორც არის DHL, TNT, UPS და ასე შემდეგ. ეს კომპანიები სავარაუდოდ შეწყვეტენ თავის ფუნქციონირებას საქართველოს ბაზარზე, რადგანაც საქართველოს მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარ და გაუმართლებელ ბარიერებს აწესებს ამ კომპანიების მუშაობისთვის. ასევე ეს კანონპროექტი მე მინდა გითხრათ მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ფოსტას და უქმნის ყველა შესაძლებლობას საქართველოს ფოსტას, რომ ის იყოს მონოპოლისტი და მან იფუნქციონიროს მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს და ეწინააღმდეგება ყველა იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ცნობილი არის დღეს ზოგადად მსოფლიოში. ამ კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ფოსტას გადაეცემა განუსაზღვრელი უფლებამოსილებები და შესაძლებლობები და შესაძლებელია ითქვათ, რომ 20 წლის განმავლობაში ის იქნება მონოპოლისტი ბაზარზე. ესეც არის გაუმართლებელი რამ. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ რეალურად ამ კანონპროექტის ზოგად განხილვა და დაინტერესებული ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია ერთი ჯგუფის სასარგებლოდ მხოლოდ და მხოლოდ. გაუმართლებელი არის ასევე ისიც, რომ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლები ელაპარაკებიან გადამზიდველებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ისინი არიან ჩართულები, თითქოს ისინი არიან ინიციატორები და ისინი არიან დაინტერესებული პირები. შესაბამისად, ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა. მე ვთხოვ ამ გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს, ჩვენ ყავს აქ DHL-ის და TNT-ის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ უკვე კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებული არის ამ კანონპროექტთან. ჩვენის მხრიდან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ძალიან აქტიურად ჩაერთვება ამ კანონპროექტის განხილვაში. ჩვენ ასევე გავასაჩივრებთ ამ კანონპროექტს იმ შემთხვევაში, თუ კი იგი მიღებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ თუ კი ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს იყოს ქვეყანა, სადაც საერთაშორისო ინვესტორები შემოვლენ და სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე იმოქმედებს ზოგადად ეკონომიკა და ბაზარი, ასეთი ტიპის კანონპროექტები ნამდვილად არ უნდა იყოს ინიცირებული და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში აქ პრობლემები შეექმნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად კომპანიებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ კომპანიებში და ვფიქრობთ, რომ აქ უკვე საუბარი არის დაახლოებით რამოდენიმე 1000 ადამიანზე, რომელიც უმუშევარი დარჩება ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ კანონპროექტს, აქ გათვალისწინებული დებულებები გაწეროს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და მაქსიმალურად ჩართოს ყველა ის დაინტერესებული პირი, რომელსაც შეეხება ეს კანონპროექტი, იმისთვის, რომ შემდგომში პრობლემები არ შეიქმნას ბაზარზე. დიდი მადლობა. ერთ-ერთი ნაწილი ამ კანონპროექტის არის დაკავშირებული ავტორიზაციასთან, ანუ კონკრეტულ გადამზიდველს მიეცემა ფუნქციონირების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კი იგი დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეს არის გაუმართლებელი ბარიერი ერთის მხრივ, იმიტომ რომ ასეთი პრაქტიკა ნაკლებად შეიმჩნევა სხვა ქვეყნებში. მეორეს მხრივ, უკვე ამ მიმართულებით გარკვეული
აქტივობები ჩვენ გქონდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. თქვენ იცით, რომ 2013 წლის იანვარში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც ასევე გარკვეული მოთხოვნები იყო დადგენილი გადამზიდველებისთვის და ამ მოთხოვნების შესრულება მხოლოდ საქართველოს ფოსტას შეეძლო. ანუ რეალურად გაიწერა ისეთი, ანუ დადგენილი იქნა ისეთი მოთხოვნები, რომლის შესრულებაც ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო სხვა გადამზიდველებისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენ დაახლოებით 50-მდე გადამზიდველის ინტერესს ვიცავდით სასამართლოში, ჩვენ მოვიგეთ ყველა ინსტანციის სასამართლო და ამ სასამართლომ გააუქმა ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელი ბრძანება. დღეს უკვე საქართველოს მთავრობის მხრიდან ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ამ ბრძანების კანონად ქცევის მცდელობა არის. ესეც გაუმართლებელია, ჩვენ ვფიქრობთ და მე მგონია, რომ მათ ალბათ უნდა გადახედონ წინა წლის გამოცდილებას და მათ უნდა იცოდნენ, რომ ესეც ამის გაუქმება ჩვენთვის იქნება ძალიან მარტივი, რადგანაც ეს პრეცედენტი ჩვენ უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა არ ჯდება ამ სურათში, რადგანაც ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან დაახლოებაზე, აქ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლიბერალური მიდგომები უნდა გქონდეს და დემოკრატიული მიდგომები უნდა გქონდეს ზოგადად კომპანიების მიმართ. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არ ემსახურება, ეს კანონპროექტი არ ემსახურება ამ პრინციპების დანერგვას საქართველოში. მეორე კითხვა ჰქონდათ კონკურენციის კონკურენციის სააგენტო ჯერ არ ამოქმედებულა, მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერჯერობით არ ვიცით. გახდა ცნობილი? ხო. გარდიერთვა ხო. სამწუხაროდ ხო არ ვიცოდი, კი ბატონო, ანუ დღეს რადგანაც დაინიშნა უკვე იმედი გვაქვს, რომ ის დაიწყებს თვითონ ფორმირებას ამ სააგენტოსი. ძალიან რთულია ვთქვათ, რამდენად აქტიურად ჩაერთვება ის ამ პროცესში, თუმცა რა თქმა უნდა ჩაერთოს, რა თქმა უნდა თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს და რა თქმა უნდა კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა გადადგას ამ მიმართულებით. ეხლა კი კონკრეტულად კი, ეხლა თქვენ მე წარმოვადგენ ამ წუთას გახვალავ TNT-ის დირექტორი საქართველოს წარმომადგენლობის, მაგრამ ამ წუთას წარმოვადგენ სხვა ყველა იმ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. რაც შეეხება ამ კანონპროექტის მიღებას, რომელიც პირველ რიგში პრინციპულად არის ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს და ბაზრის პრინციპებს. ასევე ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას, ისევე როგორც მომხმარებელში, ასევე უზღუდავს არჩევანს ჩვენ კომპანიებს, ჩვენ პარტნიორ კომპანიებს. მაგალითად, თუ ეს კანონპროექტი ამოქმედა DHL-ს, TNT-ს, კორპორაციებს, UPS, FedEx არ ექნებათ თავისი ნებით, თავისი შეხედულებების შესაბამისად აირჩიონ საქართველოში თავიანთი ბიზნეს პარტნიორი და განახორციელონ აქ გადაზიდვის ოპერაციები. რაც არის ფაქტიურად ჩვენი ქვეყნისთვის სირცხული. ერთადერთი პრეცედენტი მსოფლიოში ასეთი არსებობს და ეს ქვეყანა გახლავთ თურქმენეთი. თუ ჩვენ მივდივართ თურქმენეთისკენ, მაშინ რად გვინდა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. რაც შეეხება მომხმარებლის უფლებებს, ეს უფლებები ძალიან შეზღუდული, პრინციპში შეზღუდული იქნება იმ მხრივ, რომ თქვენ არ გექნებათ, როგორც მომხმარებელს აირჩიოთ თავისუფლად თქვენთვის სასურველი სანდო კომპანია გადამზიდავი და გადაზიდოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, იქნება ეს საქართველოს მასშტაბით თუ საზღვარგარეთ თუ საზღვარგარეთიდან თქვენი ნებით, თქვენი შეხედულებების შესაბამისად. ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული კომერციით, ანუ ელექტრონულად შესყიდული ნებისმიერი საგანი, რომელსაც თქვენ ყიდულობთ ინტერნეტ ვებგვერდებზე, თქვენ აუცილებლად მხოლოდ საქართველოს პოსტით უნდა შემოიტანოთ საქართველოში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადვოკატს, რომელსაც სურვილი აქვს თავისი აუცილებლად გადასაცემი მხარეებზე წერილები იქნება ეს თუ მტკიცებულებები იქნება თუ ასლების საქმეების არ ექნება საშუალება აირჩიოს მისთვის სანდო კომპანია და მან აუცილებლად საქართველოს პოსტას უნდა მიმართოს ამ სერვისის მიღებისთვის. ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავიარეთ ავტორიზაცია გულისხმობს სამწუხაროდ ამ კანონპროექტის მიხედვით არ გულისხმობს მხოლოდ სადმე დარეგისტრირებას, ეს არის ავტორიზაციის შემდეგ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი შემოსავლის 0.5% გადაუხადოთ ამ სფეროს მარეგულირებელს, რაც თავისთავად გაზრდის მომსახურების საფასურს. არაფერში ფაქტიურად როგორც კანონპროექტიდან ირკვევა ამ ჩვენი გადახდილ თანხას მარეგულირებელი ახმარს საქართველოს პოსტის განვითარებას. საქართველოს პოსტის მიერ განხორციელებულ ასე ვთქვათ ჭყალებში ინვესტიციებს ახმარს ამ თანხას. გამოდის რომ ჩვენ ამდენი კომპანია ფაქტიურად ხარკს უხდით საქართველოს პოსტას იმისთვის რომ მან იარსებოს ქართულ ბაზარზე. მე მინდა კიდევ გითხრათ აღნიშნო საქართველოს პოსტის ძალიან დიდი ინტერესი ამ კანონპროექტის მიმართ, იმიტომ რომ იგი უკვე კარგა ხანია სათითაოდ გადამზიდავს კონკრეტულად თუნდაც მე თავის კაბინეტში გვიბარებს, ვილაპარაკება, აქ არ ვილაპარაკებ იმ ტონზე, რატომითაც ის ლაპარაკობს, იმაზე რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული, მაგრამ აღნიშნავ მის დიდ ინტერესს, რომ ეს კანონპროექტს ლობირებს დირექტორი საქართველოს პოსტის. დიახ, მეც გავხდით. ეს კანონპროექტი უნდა გავიდეს. არა, 2 კილოგრამ ნახევარი დოკუმენტების კორესპონდენციის დატარებაზეა ლაპარაკი, ანუ დოკუმენტების გადაზიდვაზე და 30 კილოგრამამდე ამანათების, ანუ არა დოკუმენტი, ანუ რეალურად გადასაზიდი ნივთები იყოფა 2 ჯგუფად, ეს არის დოკუმენტები და არა დოკუმენტები. ავტორიზაციის პირობები კონკრეტულად გაწერილი კანონპროექტში რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იგულისხმება რომ უნდა მოხდეს შეფასება ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის, რომელიც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, თქვენ წარმოიდგინეთ დაახლოებით რომ ვიფიქროთ TNT-ის შექმნილი საკუთრება ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც უპრეცედენტო ასევე DHL-ის იქნება თუ UPS-ის, უნდა შეაფასოს მარეგულირებელმა, თუ აქ ამის რესურსი რო შეაფასოს, რამდენად სტანდარტულია და რამდენად აკმაყოფილებს ის მის მოთხოვნებს და ამის შემდეგ გაიცემა ავტორიზაცია. თუმცა ავტორიზაციის გაცემისთვის კიდევ სხვა ბერკეტებიც არის. სხვა შეზღუდვებიც არის, მაგალითად როგორიც არის ვთქვათ მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია, თუმცა გაწერილი არსად კონკრეტულად არ არის როგორი უნდა იყოს ეს მომსახურე პერსონალი და რა მოეთხოვება მას იმისთვის რომ ავტორიზაცია გაიაროს. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად მთავრობის უხეში ჩარევა კერძო ბიზნესში, ანუ არ არის ეს ეკონომიკურად გამართლებული და ეს არ არის ის მთავარი პრინციპი, რომელიცაც ჩვენი ქვეყანა, რა გზითაც ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს. ეს არ არის ლიბერალური ეკონომიკის პრინციპი. ნინო მენთეშაშვილი. თამთა ბაბალაშვილი, Georgian Express-ის წარმომადგენელი, რომელიც არის DHL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მე მინდა ვისაუბრო, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ამ კანონის პრეცედენტები თუ გვხვდება ევროპაში, თუნდაც და სხვა საბაზრო პრაქტიკაში. ესეთი რაღაც არ არის გადამზიდავი კომპანიების ბაზარზე არ ხდება
ხდება სრული ლიბერალიზაცია უკვე 2012 წლიდან, ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ევროკავშირში სულ ცოტა ხანია, რაც შემოერთდნენ, მათაც კი აღარ აქვთ მონოპოლიზაცია თავიანთ ბაზარზე. მიჩნეულია, რომ ჯანსაღი კონკურენცია არის ყველაზე კარგი გზა ამ სფეროს დარეგულირებისთვის. მოხმარებელთან გამოწვევს ინტერნეტიდან მაშინდაც განსხვავებაში როგორ მოხდება ის მე ამ მითის მიღება. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, თქვენს და საქართველოს ალბათ 90% იწერს ინტერნეტით. ეს პროცედურა გაგრძელდება შემდეგნაირად. გამოიწერთ თქვენ და როდესაც ეს ყველაფერი მაგალითად USA თუ Georgia იყო მოწესრიგებული, ჩამოდიოდა რაღაც დროის განმავლობაში თავიანთ ოფისში, თქვენ არახებდით პირადობებს და ძალიან მარტივად ან აიღებდით ამანატს, ან სახლში მოგიტანდეთ რამოდენიმე დღეში, ხო? ეს ყველაფერი შეიძლება. თქვენი ამანათი საბაჟოზევე გადაეცემა საქართველოს ფოსტას და საქართველოს ფოსტა იქნება ვალდებული მოგიტანოთ ეს ამანათი თქვენ. როდესაც თქვენ არ გამოგიწერიათ საქართველოს ფოსტით, არ იყოს თქვენი არჩევანი, თქვენ USA თუ Georgia-ს მიმართეთ და არ გინდათ, რომ იმათი ვადებით და იმათი პირობებით ისარგებლოთ. თუმცა მოგიწევთ და გაუგებარია თვითონ რა პირობები აქვს. ეს უკვე ყოველთვის ნაცნობია საქართველოს ფოსტა როგორ მუშაობს. მინდა აღნიშნო ასევე უკვე ნახსენები ასოცირების ხელშეკრულებაც ევროკავშირის და საქართველოს შორის. ყველანაირად მიდის ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ხელშეკრულებაში ნათლად არის ნახსენები, რომ უნდა იყოს გამიჯნული საკურიერო და საფოსტო სერვისები, ასევე უნდა იყოს გამიჯნული საფოსტო გზავნილები და ამანათები. და კარგად აგიხსნით, რას ნიშნავს მაგალითად საფოსტო გზავნილი და ამანათი. საფოსტო გზავნილი არის რაღაც წერილი, ან რაღაცა, რასაც მიხვალთ საფოსტოში ჩააგდებთ. რაღაც დროის განმავლობაში, მაგალითად 2 კვირაში გაჩნია სტანდარტებს, ფოსტის ქსელით უნდა გადაეცეს ეს თქვენი გზავნილი ვიღაცას, ვისაც უგზავნით, ხო? როცა საკურიერო სერვისი იქნება, ღამის 12 საათზე რომ მოგინდება პიცა და სასურველია 1 საათზე ნაკლებ დროში მოგიტანოთ სახლში. დამეთანხმებით ალბათ ეს არ არის საფოსტო გზავნილი. ამ კანონის რეგულირების ქვეშ ექცევა ესეთი კომპანიებიც, რაც არის პიცის საკურიერო, რაც აბსურდულია ჩემს აზრით. ხო, ნუ წესით კანონპროექტი. ხო, ასევე მინდა აღვნიშნო ფულადი გზავნილებიც. კანონპროექტის ქოლგის ქვეშ არის მოქცეული როგორც საკურიერო, ასევე ფულადი გზავნილების კომპანიებიც. ანუ ბევრი კომპანია ათობით მე მგონი საქართველოში სწრაფულადი გზავნილების ამ კომპანიებსაც აღარ შეეძლებათ განახორციელონ თავიანთი მომსახურება საქართველოს პოსტის გარეშე. ბაზრის მონოპოლიას. ხო, საინტერესო არის ისიც, რომ არ გამოცხადებულა არანაირი კონკურსი და საიდან მოვიდა ეს 20 წელი, საიდან აირჩიეს საქართველოს პოსტა, გაუგებარია, არ უთქვამთ არც DHL-ისთვის, ჩემთვის, არც TNT-ისთვის, რომ მოდით იცით, მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში და იქნებ ჩვენც გვინდა, რომ განვახორციელოთ უნივერსალური მომსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის. არავის მსგავსი შემოთავაზება არ გავუკეთებია. მინდა გითხრათ, რომ ჯერ არ განხორციელებია DHL-ს მაგალითად არანაირი კონტაქტი არ დაგვიმყარებია ჩვენ საბაზო ოფისებთან, იმიტომ რომ ალბათ ერთი ცალი მემორანდუმის გაგზავნაც კი საკმარისია, რომ გამოიწვიოს ძალიან დიდი აჟიოტაჟი. გამოგზავნიან სავარაუდოდ თავიანთ კომისიას, ჩარავენ ამაში ევროკავშირის კომისიას. ყველაზე ცუდ შემთხვევაში DHL გავა ბაზრიდან, როგორც ეს მოხდა თურქმენეთში, ასევე არ ვიცი, ცნობილია თუ არა თქვენთვის რუსეთში იყო ცოტა არეულობა რამოდენიმე თვის წინ, DHL-მა და TNT-მ გაწყვიტეს ურთიერთობა პირდაპირ მომხმარებელთან, მხოლოდ ბიზნესთან დატოვეს, იმიტომ რომ იქაც რაღაც გართულებები იყო, რის შემდეგაც უკან დაიხია, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ. რატომ უნდა მოვახდინოთ ასეთი გართულებები, თუ შეიძლება ესეთი კანონი შევცვალოთ იქამდე, სანამ ძალაში შევა პარლამენტში ჯერ არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როცა ჩვენ კი ბატონო, ხო. არანაირი მიღება. ხო, როცა დღეს ჩვენ ვართ ჩვენ ვცდილობთ კი არა, ჩვენ გვაქვს შანსი. ჩვენი კომპანიები პარტნიორები ახორციელებენ ინვესტიციებს, მხოლოდ იმიტომ რომ ბაზარი არის ღია, ბაზარი არის ღია და დამოუკიდებელი. შესაბამისად, ყველანაირი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება
შეიძლება სავარაუდო შეგვიძლია საქართველოს რომ დირექტორის სტატუსი მქონე ქვეყანა ეს კი, როცა ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ აი ეს ხოდი ჩაწერეთ ვინც ამაში უფრო ის არის მე შემიძლია ძალიან ზოგადი რაღაცა ვთქვა ძალიან ზოგადი არ ხდებოდა, იყო დარეგულირებული სამოქალაქო კოდექსის და ბაზრის თავისუფალი ბაზრის განპროექტები და ჩვეულებრივად ოპერირებდა როგორც სხვა კომპანიები და ჩვენივე მაღალი სტანდარტები გქონდა ჩვენივე კომპანიების მიერ დაწესებული.